ქიმია, ექსპერიმენტი 4. ცეცხლმოკიდებული ბანკნოტი. ექსპერიმენტში ჩვენ დავამტკიცებთ, რომ ყველაფერი როდი იწვის, რასაც ცეცხლი უკიდი. ექსპერიმენტისთვის საჭირო მასალები: წყალი, სპირტი, ანუ ეტანოლი, ბანკნოტი ან ფურცლის ნაჭერი, მაშა, სანთებელა ან ასანთი და ჭურჭელი. თავდაპირველად ვამზადებთ სპირტის წყალხსნარს. ამისთვის უნდა ავიღოთ სპირტის და წყლის დაახლოებით თანაბარი რაოდენობები. შემდეგ ბანკნოტს ვათავსებთ ხსნარში. დარწმუნდით, რომ ბანკნოტი კარგად დასველდეს. ამგვარად მომზადებულ ბანკნოტს უკიდებთ ცეცხლს. როგორც დავინახეთ, კუპიურას ცეცხლი ეკიდა, მაგრამ ის არ დაიწვა. ეს გამოიწვია იმან, რომ ქაღალდის ზედაპირზე მხოლოდ ეტანოლის, ალკოჰოლის ორთქლის წვა ხდებოდა. ხოლო წყალი, რომელმაც შეაღწია ბანკნოტში, იცავდა მას აალებისაგან. ექსპერიმენტის ჩატარების ალტერნატიული გზაა ხსნარში სუფრის მარილის, ანუ ნატრიუმ ქლორიდის ჩამატება. ნატრიუმის იონები ზემოქმედებენ ცეცხლმოკიდებულ ბანკნოტის ალზე. ისევ ვასველებთ ბანკნოტს ხსნარში. და ვუკიდებთ ცეცხლს. ჩვენ დავინახავთ, რომ ნატრიუმის დამატების შემდეგ კუპიურა იწვოდა ინტენსიური ყვითელი ალით. ყვითელი ალი გამოწვეულია ხსნარში ნატრიუმის იონების არსებობით. ტუტე ლითონებს ახასიათებს ალის შეღებვა ამა თუ იმ ფერით. ნატრიუმი ღებავს ყვითლად. ამდენად ამგვარი ექსპერიმენტის მეშვეობით შეგვიძლია შევამოწმოთ, არის თუ არა ხსნარში შერეული სუფრის მარილი.